აფხაზეთის საინფორმაციო ანალიტიკური ცენტრის ახალი მედია პროექტი გაკვეთილი აფხაზეთი გრძელდება შემეცნებითი გაკვეთილი ამჯერად თბილისის კლასიკური გიმნაზიის მოსწავლეებმა მოისმინეს. აფხაზეთის საინფორმაციო ანალიტიკური ცენტრის მიერ მომზადებულ ვიდეო მასალას მე-10 და მე-11 კლასის მოსწავლეები გაეცნენ. პროექტის მიზანი ახალგაზრდებში აფხაზეთის თემაზე ცოდნის გაღრმავებაა და ცნობიერების ამაღლება. შეგახსენებთ, პროექტი აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის მთავრობის მხარდაჭერით ხორციელდება და მთელი ქვეყნის მასშტაბით 100 სკოლას მოიცავს. 34 წლის წინ ქვეყანაში ჩატარდა რეფერენდუმი და საქართველომ აირჩია ქვეყნის დამოუკიდებლობა და სუვერენიტეტი. რეფერენდუმი ჩატარდა აფხაზეთში და ძალიან სიმბოლურია, რომ ამ დღეს ზვიად გამსახურდიას დაბადების დღეზე ჩვენ ვიმყოფებით მის მშობლიურ სკოლაში, პირველ კლასიკურ გიმნაზიაში, სადაც გაკვეთილი აფხაზეთის ფარგლებში ამ სკოლის მე-10 და მე-11 კლასის მოსწავლეებს ვაჩვენეთ დოკუმენტური ფილმი აფხაზეთის შესახებ. ძალიან საინტერესო აუდიტორია იყო, ძალიან ყურადღებით უსმინეს ფილმს და მჯერა, რომ ძალიან ბევრი ახალი გაიგეს აფხაზეთის შესახებ და სახლში წასულები კიდევ უფრო მეტად დაფიქრდებიან ქვეყნის მომავალ ხვალინდელ დღეზე მათ როლზე ამ პროცესში და ბუნებრივია პროცესი გრძელდება ჩვენ ჯამში 100 სკოლა უნდა მოვიაროთ და ჯერა პროექტის დასრულების შემდეგ ყველანი ძალიან კმაყოფილები ვიქნებით შედეგებით. ძალიან საინტერესო და ინფორმაციული ვიდეო რგოლი იყო და ზოგადად მე ვფიქრობ, რომ მნიშვნელოვანი არის, რომ ამ თემატიკაზე ბევრი ასეთი პროექტი ჩატარდეს, იმიტომ რომ მით უმეტეს დღევანდელ დღეს საჭიროა, რომ ახალმოთავრობამ გაათვითცნობიეროს, რომ ეს აფხაზეთი არის საქართველოსი და კიდე მნიშვნელოვანია, იმიტომ რომ ასე და ამ გზით ამ გმირების სახელები, რომლებმაც საკუთარი სიცოცხლე შეწირეს ქვეყნის დამოუკიდებლობას, უკვდავი დარჩება. ძალიან საინტერესო იყო და ძალიან მომეწონა და ვფიქრობ, რომ მნიშვნელოვანი იყო ყველა სკოლაში რომ ჩატარდეს, რადგან ყველაზე მნიშვნელოვანი მესიჯი რაც იყო, რომ აფხაზეთი საქართველოა, ყველას გათვითცნობიერება უნდა ქონდეს და მით უმეტეს, უკვე როგორც თქვეს, ჩვენ ვართ მომავალი თაობა და აუცილებლად უნდა იცოდეს ყველამ, რომ აფხაზეთი საქართველოა.